როგორ მოიწყინეს თებმა ჩქარა ჩამოწვება ბინეთი ხდება ყველაფერი ხდება ერთგულების ხიდი ხდება ყველაფერი ხდება ირგვლივ
მსგავსია და მფერი მაგრამ სიყვარული რჩება და ეს სიყვარული მღერის სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის ეს გული მღერის მიყვარ ხარ როგორ გაირბინეს წლებმა ყველამ დაგვივიწყა თითქმის ქრება ყველაფერი ქრება მიდის ყველაფერი მიდის ქრება ყველაფერი ქრება ჭკნება ვარდისფერი ხოთი მაგრამ სასწაული ხდება დაგლავა გაზაფხული მოდის სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის ეს გული მღერის მიყვარ ხარ სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის ეს გული მღერის მიყვარ ხარ როგორ გაირბინეს წლებმა ყველამ დაგვივიწყა თითქმის ქრება ყველაფერი ქრება მიდის ყველაფერი მიდის ქრება ყველაფერი ქრება მიდის ყველაფერი მიდის Სირფასტომრებს მივესალმები ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირის სახელით. მისი თავმჯდომარე გახლავარ თქვენი მონამორჩილი გურამ ცერცვაძე. მივესალმები ბატონ ჩვენს არაჩვეულებრივ ხელოვანს ომარ ჩიტალაძეს, რომლის პერსონალური გამოფენა დღეს თქვენს წინაშეა. უდიდესი პასუხისმგებლობით წარდგა, წარმოიდგინეთ, თითქმის 90 წელი უსრულდება მომავალ წელს ბატონ ომარს არის უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, უაღრესად უნიჭიერესი კაცი. ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თანამედროვე ქართული ხელოვნების წინაშე და მე მაქვს პატივი რომ წარმოგიდგინოთ და წარმოვაჩინო მისი არაჩვეულებრივი ხელოვნება თქვენს წინაშე საქართველოს მხატვართა კავშირის სახელით. მე მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ, იმიტომ რომ სამთრის პერიოდია 1000 რამით საზრუნავით არის თითოეული ოჯახი პიროვნება დღეს დაპირთული და მადლობა რომ გამონახეთ და მოგზავნით და გაეცანეთ ჩვენი ამარაჩვეულებრივი მხატვრის შემოქმედებას და პიროვნებას უპირველეს ყოვლისა. საერთოდ პერსონალური გამოფენას, როდესაც შემოქმედი პროფესიონალი ხელოვანი აგეთებს და უნდა წარუდგინოს თავის ნიჭის თაყვანისმცემლი ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მე ვფიქრობ რომ ბატონმა ომარმა დღეს ფურორი მოახდინა თავისი შემოქმედებით თქვენს წინაშე რომ ეს მრავალმხრივი ნიჭის მრავალფეროვანი ჟანრობრივად არის ძალიან საინტერესო მისი ნამუშევრები. აქ არის პორტრეტები, პეიზაჟები, ყოფილ თემაზე შესრულებული ნამუშევრები, რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები. არის სიყვარული ყველაფერი გამშვალული და სიტყვოთი და ძალიან დიდი ნიჭიერებითა და ძალიან დიდი სიტყვოთია გამშვალული თითოეული ნამუშევარი.
მე მინდა მას უსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე მე ამ ოჯახთან ბატონ ომარის ოჯახთან მის სიძესთან შვილთან ბესოსთან აგერ ჩვენ საერთო ანუ სულ ყველასთან მაგ ძალიან დიდი კარგი ურთიერთობა და ვიცნობ მე ამ ადამიანებს ესენი არიან ერთ-ერთი წარმოჩინებული ხალხი ქართული საზოგადოებისა და მე ვამაყობ იმით რომ დღეს საქართველოს ხალხთა კავშირის ხალხთა კავშირის რუდუნებით ნუ როგორ გითხრათ აი თანადგომით შრომით გამოვეცით მისი ნამუშევრების ალბომი რომელიც მესენაში არის ერთუდი აი ესეთი არაჩვეულებრივი კატალოგი მისი შემოქმედებისა და ვამაყობებით რომ ხალხთა კავშირის ეგიდით გაკეთა და ხალხთა კავშირის თანადგომი გაკეთა პრეზენტაცია დღეს ამ ალბომისა და ვინდა რომ კიდევ ერთხელ მომავალშიდაც ბატონო ომარ 100 წლის იუბილე რო გვექნება და კიდევ იქეთაც გავიგებთ ჩვენ უფრო ფართო მასშტაბიან ალბომს გამოცემთ მეცხრეთან ერთად ვიქნები და ყველა და ერთი კარგი დიდი ქართული ეროვნული დღესასწაული მოვაწყოთ დიდი მადლობა თქვენ და რა ვიცი გაიხარეთ ისი ამბობთ და გაეცადეთ ამ არაჩვეულებრივი შემოქმედი კაცის და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ ადამიანს ძალიან თავდაბადი მოსიყვარულე ისეთი ადამიანია რომ მოგინდება ამ ოჯახთან და ამ ხალხთან ურთიერთობა და აი მოგჩახუტება და აი ქართული ეროვნული სულისკვეთებით არიან გამშორული აი ესეთი ლამაზი ხალხი და ლამაზი ოჯახი წარმატებები დიდხანს სიცოცხლე და მეფიერება მე მინდა სიტყვა აი თქვენი მამაო დაგვროცავთ და იდონა ზარაჩევრებული თემაა და პიროვნება და ასე და თავის სიტყვას ითქეს და მეუბნებათ შემოწიფასებო საყვარლებო თითქმის 20 წელიწადია ბატონ გურამს ვიცნობ და ასეთი გულხურბლალე გამოსვლა არც საზღვარგრძელოში, არც ბათუმის სამხატვრო კავშირში, არც თბილისში რაღაც აი სავსე იყო დღეს მისი ყოველი სიტყვა რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს უსაყვარლეს ძმას ნახეთ როგორი პატარა ბიჭია ის მეორე დაიბადა დღეს ხალხო ნახეთ ისეთი საყვარელი აი აგერ არის მაგის ავტოპორტრეტი მე მგონი ასეთი იყო ბიჭობაში როდესაც ოცნებობდა ხარჯობაზე და როცა ეს ფუნჯი ხელთ აიღო მაშინ ნახეთ რა დიდებული პალიტრა გამშალა ჩვენ თვალწინ და როგორ შემძრა ომარის ნაფიქრალმა ხელოვნებამ გულიდან წამოსული მისი აზროვნებიდან წამოსული რა ვიცი მე ხატვარცოდნი არ გახლავარ მაგრამ გაზრდილი ვარ ერთადერთი პროფესია რომელიც ვერ შევიძინე ძალიან გულიწვდება რომ არა ვარ პროფესიონალი ხატვარი მაგრამ როცა ასეთი მეგობრები ვენაცვალე ეს ვინც ეკლა უთმად ბუნებრივად და გამოვჩნით ჩვენ უახლოესი მეგობრები ვარ და საქართველო განუყოფელია და ეს ნიჭები გამფენილია ყველა ჩვენთაგანში რომლის დღეს ზეიმი აქვს აი ჩემ საყვარელ ადამიანს რა ვიცი ბატონმა გურმა ისეთი პორტრეტი შექმნა სიტყვიერი მე რაღა უნდა დავამატო მაგრამ მე მასთან მივადა როგორც პატარა ბიჭებს შეფერებიან აი ეს მეგობრები და დავლოცავდა დიდხანს მისი ფუნჯი ყოფილიყო სმელი ნაირფერებში სმელი და გადატანილი ეს სისველე იმ ტილუებზე რომელიც შემდეგ 21 საუკუნეს დაუტოვებს თავის შვილებს სულიად საქართველოს მადლობა ომარ და მადლობა ბატონო ხალხთა კავშირის ასეთი დაფასებისათვის მერქა დაგროცოთ ბატონებო მომწოდების საწესო თანამდებობაზე მადლობა ნებისმიერ შეურია გამოგზავნეს მიესალმოს ჩვენს დიდებულ ადამიანს და თავიანთი სიკვდილი და სიყვარული გამოხატოს ჩვენი ომარის წინაშე. აქ გამგეობისევრები არიან, ჩვენი მხატვრები არიან. ავტო, ისა, არჩი ვენეცელი, თუ გაქვთ სურვილი, მიესალმეთ ორიოდე სიტყვა უთხარი. აქ უდიდესი წვლილი მიუძღვის. სიძე ბატონო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა ბატონ გურამ პირველ რიგში რო არა მისი ძალისხმევა და ეს გვერდში დგომა რო იყვნენ ამოუგლიჯა ეს ყველაფერი რაც აქ არის ესო
არ უნდა ინახებოდეს კედლებზე თქვენსა სახლში და იქ ვერავი ხო აქვს სხვანაირად მართლაც ესეა მე ეს ის არის მე კიდევ რო სახლში მიგიდია ხანარა მიკულობდი თუნდაც სხვა ახლა და სხვა კიდე შევარჩიე ერთი მაგანა უკან დავიგეთ იმიტომ ეს რო ორი დავკიდოდო ხო ის ვეღარ გამოჩნდება ისე როგორც უნდა გაფრთხილებული განსახურება მე ბატონებულები გავიცანი სულ სხვა სიტუაციას მინახია როგორ გადახარებული არის თითოეული ხატვა თან ისე რომ მათ არც იციან ეს დასაფასებელი აი ეს მისება არის რაც მე ყველაზე დავაფასებ და მართლა მთელი ხატვები აფასებენ ამას მიგმოწყვეტს მადლობა რომ ბატონი ომარი დაინახა ომარი როგორი პიროვნება ეს განგიშეთ თავმდაბალი ფუტკარი შრომელი სახში ხატავს სადაც ფუსლებზე და მე გადაგდებო გვეუბნება ხო და სავსე ვაკეთ ნახჩანახატები და პატარა ფუსლებზე ნაგრეჯებზე ასანთის პოლოქსზე დახატულები და ესე ვინახავდა რამდენი შემდებოდა აი რომ ამან ადამიანს დააფასე და აინახა ბატონი გურამ ზოგი არის არიდა რომ გაუშვებ პანჯირა შემოძინა ესეთი ხალხი ვარ უღარ ესეთი არ არის და ეს აღმოაჩინა ბატონმა გურამმა და დაგვაძალდა რასაც ვია რომ ეს უნდა გავაკეთოთ და ეს არის წიგნის გამოცემა მე და ძეგლი არის თავისი თავმოყრობისთვის საგანძური თავისი დაგვიტოვა ჩვენ ოჯახი ეს იქნება ჩვენი ოჯახის ერთის თავოსთან ძიძებში გავატანოთ ის არ არის მაგას რომ გავატყუო ისე ატანებს ეს ვიდეო გავატანოთ ამ შემოქმედებას ვისმის დიდი მადლობა ბრძანები ყველასთან არის ახალებული და ორზა ეხალი მადლობა კიდევ რა არის აღსანიშნავი მე ეხლა აი ხალხასმით მინდა აღნიშნო რომ მეც მქონდა მადლები როგორ არაჩვეულებრივ ხალხთან მეგობრობდა ჩვენი ომარი აი ჩვენი კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები ბატონი ვაჟა აზარაშვილი ბორის მოცხვიშვილი ჩვენი კულტურის აი ჩვენი უამრავი ხალხი აი როგორც აი რაინდული თეიმი და ქართული ტრადიციული სუფრა იმოხმობ ყოველთვის ამ ხალხთან ერთად ეს იყო ერთი დიდი სიამოვნება მე იმ პერიოდში დასაკით ძროსი ვარ ამაცა შედარებით და სიამოვნება მქონი ამათან ურთიერთობა ქების და სურათიც არის აგეთი ადინებული ადამიანების ბატონი ომარის მიერ შექმნილი უხმოდრიგით არის სიმბოლური საფლავთან პიროსმანის საფლავთან და შესაძლოა სხვავე და ესეც კიდე ერთი გამოძახილია რა როგორ უყვარს ბატონი ომარ თავისი წინაპრები თავისი ეროვნული სიმდიდრე როგორ მიაჩნია და აი ყველაფერი ის ტრადიციები რაც ჩვენ შემოგვინახა ჩვენ მერმა როგორ ეთერება და როგორ ესიმბოლურა ყველაფერს მადლობა გაიხარა ხო ბატონებმა მობრძანდი სამხატვრო აკადემიის ჩვენი პროფესორი წარჩინებული ხელოვანი ადამიანი გურმან გენელიძე მობრძანდი გურმან სარგებლობ შევწოდ მაბატეა რა თქმა უნდა სამი შემოდე ახსენე უკვე კი ეს სეკუნდური ბაჭეგია შემოგვიფასებო ეს ძალიან ახარებული ვარ იმდანაც რამდენადაც ძირითადად ჩემს მეგობრებში ვარ ამ მიუხედავად ამისა პერსონალური გამოფენის ხსნა რომელიც თითოეული ხატრისათვის არის მისი ხელწერა მისი რომა მისი უამრავი ფიქრი ოცნება თითოეული ნამუშევარი საოცრება ეხლა სიმართლე გითხრათ მე გადაგიგებია ჯერ მაგრამ რასაც კი ვხედა ახსნელებული რაიჭედურობა ახლა რადონის არის ფერწერა ზემოთ შესანიშნავი პეიზაჟი ეკლესიები და სხვები ალბათ ბევრის თქმა შეიძლება და ალბათ ხო ასე მცირედ ულოცა აბას შემოგვიდა შესანიშნავი გამოფენას მინდა უსურო მრავალი წარმატება მინდა უსურო მრავალი გამარჯვება გავლენელი და იყოს საწყისი ფერმონოვალი ახალი წლიდან ახალი წლის დაწყებიდან უკეთესი და უკეთესი
ყველა მოჯახებს ისურვებს მოჯახის წევრებს ფერმერები იყოს ახალი წლის შემოგზანება და მოეტანოს კიდევ მრავალი ხალხი პირველ რიგში მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატებები და მეტი რა შეიძლება მოსულოს ადამიანს მშვიდობა აი ხარ აქ კიდევ არის გამოფენილი მე ეხლა შეიძლება გამორჩა ბუდისვირთი ჩვენი მესო ჭიტალაძის ნამუშევრები აი ეს ორი კედელი ეკუთვნის ეს შვილს ასევე არაჩვეულებრივ მხატვარს და ძალიან კარგ პიროვნებას და მეგობარს შესაძ რა აი ეს ორი კედელი აგერ არის ჩვენი მესოს ასე რომ ტრადიცია გზერდება შვილი იყავ ერთი სურვილი მომწადით რამე თქვით პატრონები ხომ ვინმეს მესო მოგესალმებო მოგესალმებით ყველას და მადლობა გიხდით მომხდარებისათვის დღეს ფაქტიურად გვავიღებ ჩვენ ეს უბრალოდ პატარა გამოფენა კი არა ეს დიდი დღესასწაულია სრულიად საქართველოში რამე თუ ცნობილი მხატვრის აი დიდი ხელოვანი აი მისი ნამუშევრები ალბათ თუ დაამტკიცეთ ცოცხალი თითქოს და გესაუბრებიან უბრალოდ აი ბატონი მურვანი ამბობდა რომ ჭედურობაა იქ ნახატებია იქ ნატურმორტია იქ რაღაც არა ბატონო ჩემო ეს არის რომელიც საუბრობენ გელაპარაკებიან პირიქით ესეთი როგორც მოძრავი ცოცხალი მეტყველი აი ესეთი ნამუშევრები აქვს და ერთი საინტერესო რაღაცა მინდა გითხრათ ბატონი ვანოს ოჯახში მამისეულ პაპისეულ ოჯახში თელავის რაიონის სოფელ ახატელში აქვს მოხატული მას დიდი ალაყაფის კარები. რაღაცა საოცარი გეგონება რომ ესე იგი სადა ვარ აქ 64-ში მოვდი თითქოსო. თანაც კიდევ რა არის დაგაუკეთებია ცხონებული ბატონი ანზორისა და ბატონ ომარსა როგორც დახლები ერთმანეთსა ამდგარენ და იქ როდესაც დაურგა ხე ცაცხვისხე არის ესე ორტოდიანი და შუაში ჩაუყოლებიათ ონკანი. ხო, ამ ონკანზე უკან არის ესე შლაგით, ზემოთ ჭურჭელს რაიმე ესე დაკიდებენ გვინითა და არა მაგიდასთან ხა კრას ესე ონკანს გასწი და მოდის უთილო. ეს სასწაული ერთ-ერთი აი რომ ვიწრია ხო იცით ხელოვნის ხედვა სუსვა ამიტომ ბატონ აზორთან ერთად აქვს ეს მას გაკეთებული. ბატონო ომარ დიდი მადლობა პირადად ჩემგან მოგითხოვდა კეთილი სურვილები საქართველოს კოლხეთის ფალისი აკადემიის პრეზიდენტისაგან, ბატონი ვაჟაევისაგან და მთელი აკადემიისაგან. ვერთმა დაგლოცოთ და გავაძლიეროთ და კიდევ ბევრი ნამუშევარი შეგეცნათ ჩვენი სამშობლოს საქართველოს საკითხებზე. თქვენით ვიფასო მეგობრებო, ყველას ერთად და თვითონ საცალკე გისურვებს წარმატებებს, დამძებ შრომა ახალწელს გილოცავთ და დაერთ. როგორც ყოველთვის მომავალი ყოფილიყოს უფრო უკეთესი ვიდრე წლევანდელი. გაიხარეთ, ვერთმა დაგლოცოთ და გავაძლიეროთ. საეკლესიო ეს არის შემაჯამებელი მთელი ათი ცხოვრები აი ამ კედლებზე ხალხო არის დაფიქსირებული დრო არის ცხოვრების წლებია დაფიქსირებული და ეს არის ძალიან უნიკალური რაღაც საინტერესო ძალიან საინტერესო თემატურად ფერში ხაზი კომპოზიცია რა ვიცი ყველაფერი რაც საჭიროა ხატვისთვის ეს ყველაფერი არის გაკეთებული გული და თვითონ როგორც პიროვნებიდან გამომდინარე არაერთხელ თქვა და ამაზე უკვე აღარ გავთქვი არაფერს არის პიროვნება ცხინველი ადამიანები არ შეიძლება ყოველი თხისგან ნაყოფით იცნობდა ხედა აქედან გამომდინარე ნამუშევრებიც ესეთი ლამაზი ესეთი განსაკუთრებული და ორიგინალური არის მე მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ მშვიდობა და დიდხანს სიცოცხლე და კიდევ მრავალი შეერთება კარგად იყავით და მადლობა პირველი თემა თავის შემოქმედებისა. მე მინდა ცელ საყვარელ ანგელოს
მასზე მიწყნილი აქვს ანზორ ჯაბარიძეს ბომბორა ბაბუას მიწყნილი აქვს 100 ლექსი თავის ანგელოზი რომ დაიბადა და მე და ანზორი შემოდიოდი მის ერთ-ერთ დაწესებულებაში და არა ბიჭო ეგ რა არის ყანწით უნდა დავლიოთო და პირველი სადღეგრძელო ჩვენ დავლოცეთ ჩვენი ციცუნა მოდი ბაბუასთვის ორიოდე სიტყვა მამა ორივე ბაბუას მოეფერე იმერში და ამერში ძალიან დიდი მიღწევა ბაბუაშვილს, რომ ეს ძალიან კარგი მხატვარი არის ზოგადად და აი ყოველთვის ხატავს, აი არ მინახავს რომ როცა ვდგები ხოლმე, აი სულ ფუნქცი უკავია ხელში და ანუ მართლა ძალიან კარგი ხატვა და ნუ ეხლა ბაბუ კიდე რა თქმა უნდა ძალიან მაგარი წერალი იყო და აი ესეთ ლექსებს წერდა და მეც ძალიან ანუ დიდი პატივია რომ ანუ ასეთი ლექსი მოგწმა და ასეთი ომის ორიოდეს მე ბედნიერი ვარ ამბობთ დღეს აი მივხედავ ჩემი ნამუშევრები თავმოყრას ეგ არის მნიშვნელოვანი ეს დამსახურება ბატონო გურამი თქვენი ბატონო ელი ესე იგი მე ვერ გადავუდი ამას რაც გურამიცა მე და გამაგებულთა გახარებულებოდა აი ხარ მე მინდა დიდი მადლობა მოუხატო ხალბატონებს ბატონებს მოგზაურობისთვის ჩემი დაფასებისთვის და მიხარია აი მიხარია სიცოცხლე მართლა გამიხარდა ეცაგა ნაოსაც ელაპარაკე როგორ ახარო თამოყნი ნამუშევრებში რომ გეხარ ცოცხალი მიხარი არავითარ ერთხელ სიცოცხლე ბატონო ერთხელ ხო ამიტომ დიდ მადლობას მოგვიყვება დიდი მადლობა მოგზაურობისთვის დაფასებისთვის და მერთვარ დაგილოცოთ მომწამდი თემასურას და ბაზარა ჩეკი ამ დიდი ჩეკი საჩუქრებს მომწამდი მოვიდეს კაცი აბშირის თამადობი და ამ დიჯერ ვიწაზე ბევრი ომარი დაბადებული ბევრი გურამი დაბადებული ბევრი მხატვარი ხელოვანი და იდება ჩვენ ქვეყანას რომელიც ასეთ პროდუქტს იძლევა როგორც ომარ ჩიტალაძეა აბა ერთად აიტაცეთ რაღაცა თქვი ახალგაზრდები მოვწადით დაუმართ გაიხარეთ სადა გვიგე გაიხარეთ მადლობა